სანავით მეგობრებო W ყავს მოკლედ განახებთ მის მდგომარეობას აი ეს მდგომარეობა აქ გასმული იყო ფაქტიურად აქედან იყო აი ეს ჩექმამდე იყო დაზიანება კარები შეიცვალა ნუ ეს მაქსიმალურად გასწორდა იქიდან გამომდინარე კიდია დასახვეწი მაგრამ ესეთი ჩექმა და ესეთი ძლიერი ადგილია რომ ანუ ფაქტობრივად არ მოყვება აქ აი ეწვალეს კიდევაც გამოყვანა და როგორც ხედავთ ბევრ ადგილებში დაიგლიჯა გაფუჭდა უბრალოდ ხოლმე იმდან შეშტი უყურებთ აღარ მოყვება რა იმ დონეზე ძლიერი და გათხელდა ამ დამუშავებაში ეს ყველაფერი რა და შიგნით როგორც ხედავ უკვე გარელგითაა ნამუშევარი ზოგ ადგილას რომ დარბილებული იყო და კიდე წამოსული იყო რომ მაქსიმალურად დამჯდარი იყო ამ კარებთან ეს ზაზორი შიგნითაც განახებთ რა ხდება შიგნით ასეთი მდგომარეობა აქვს შიგნით ეს მდგომარეობა აქვს და აქ ეს კარები შეიცვალა მაგრამ იდეალური კარები არც ეს არის რაც დადგა ну მეორე დაზიანება კიდე აქ არის აი ამ კარებზეც აი ესე განახებთ აი როგორც ხედავთ შეწოვილს თუ გამოწოვილს თუ რავი როგორაც დაარქვეთ როგორც გინდათ ისე დაარქვეთ ანუ ძველი განაკეთებია ეს კარებიც ანუ პრობლემატიური კარები ყოფილა ესაც შეიძლება ვერ გააკეთეს ისე როგორც იყო საჭიროდ მაგიტომაც დარჩა ეს ყველაფერი ну ამას უკვე ხარ ჩვენ აღარ დავადებთ ამას დავამუშავებთ რომ ეს პრობლემა გავაქრო და იყოს იდეალური აქეთ ამ ხარეს როგორც ხედავთ აი რეზინებს და პლასმასების მოხსნა ვისაც არ უყვარს აი შედეგი ელოდება მე აი ესე ძრება ლაგი მაგიტომაც სასურველი ყოველთვის დაიშალოს რომ მაქსიმალურად იდეალური შედეგი მივიღო და მე აი ამ პრობლემის ქვეშ არ შევეჯახოთ მოკლედ რაგრად შეეხება აქეთ ამ ხარეს ანალოგიური განაკეთები აქვს ამ კარებს ეს კარები ფაქტიურად როგორც ჩანს არის ერთხელ შენაღები იქიდან გამომდინარე რომ გავხედოთ შიდა ფენას ეს ერთი ფენა და მეორე ფენა მოყვება შიგნითაც ანუ ეს კარები იმ კარებთან შედარებით ბევრად იდეალურია და აგრად შეეხება უკანა ბამპერს ესეთი მდგომარეობა აქვს ეს ბამპერი განაკეთები იყო და მე ხელახლა შევასწორებინეთ იმიტომ რომ აქ ფორმაც არ იყო გამოყვანილი ფორმა დავხვეწეთ ბევრად იდეალურად როგორც უნდა იყოს ანუ სამუშაო გვაქვს ფაქტიურად ამ ბამპერზე გვაქვს სამუშაო ამ კარებზე გვაქვს სამუშაო ну უკანა კრილოზე მოკლედ არა მარტო სამუშაო ფორმა გვაქვს გამოსაყვანი და დასახვეწი გვაქვს აი თითოეული კანტი მოკლედ რა აი აქედანაც როგორც ხედავთ აი განაცხელებია გარელკისგან აი ეს კი კაია გასწორდა მაგრამ პრობლემა ეგ არის რომ შიდა მხარე მეტალი როცა იწვება შიდა დამცავი ფენა რაც აქვს რაც უნდა დაიჭიროს და კოროზია აღარ გამოიტანოს და კოროზია არ ქონდეს და ჟანგი არ ქონდეს ანუ ამ ადგილს ახლა მომავალში შიგნით ნესტი თუ შეეპარა ან რაღაც მსგავსი ყოველთვის ჟანგს აიგირებს იმიტომ რომ აი როგორც ხედავთ საფანტი თოპივითაა ესე ნასროლი და დახურეტილი აქენა კი დავლუქაო მე პრობლემა არ არის მაგრამ შიდა მხარეს ვერაფერს ვერ უზავ ვერ მიუდგები და ვერაფერს ვერ უზავ შიდა მხარეს ფორები რჩება ღია რის გამოც მე კონდენსატის გამო შიგნით მე ჟანგს იკიდებს და მე სავარაუდოდ შეიძლება აქედან საიდანაც გამოძრეს ან შეიძლება იქიდანვე დაიწყოს ეს ჟანგი და დაჟანგდეს მოკლედ თვითონ ეს კრილო და ამ ესეთ პრობლემებს რო შევეხოთ ყველაზე ნახდია რომ ყოველთვის ჩაიჭრას ლამაზად აკურატნად და ჩაიკეროს ეს ყველაფერი და გამოვებეროთ იდეალურად დამუშავდება იდეალურად და აი ეს პრობლემები რასაც ხედავთ აი აქ აი ესე ჩქუჩები როა და აი ესე როა ნაწვალები ბევრად მარტივად გამოვა ეს ყველაფერი და ბევრად მარტივად დაიხვეწება ეს ყველაფერი რა მოკლედ ესე ნელა გადავიღებ ეტაპობრივ როგორ მივიწევი წინ ხლა აქ უკვე ფაქტიურად კი ნახეთ რა რასთან აქვს სამუშაო ამას უკვე რომ გამოვიყვან ამ ფორმებს და ამ კანტებს მე უკვე გადავიღებ დაგრუნტვამდე და მე რა თქმა უნდა უკვე შეღებილ მომენტსაც განახებთ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დასრულდება მოკლედ აი ესე ჩემო მეგობრებო так, მაშინ კიდე გავასუფთავეთ, როგორც ხედავთ მეგობრებო, სადაც ბევრად სწორი ადგილი იყო, ყველაფერი გაასუფთავა. ну, რა თქმა უნდა, ამ ფორების გარდა, აქაც მაქსიმალურად ესე ჩაუდექით. და ანალოგიურად აქეთ ამ ხარესთან ანალოგიურად მივადექით ამის გარდა, აქ ვერ უდგებით. აქ მაგისთვის ჩვენ მზად გვაქვს. აი ესეთი რაღაცა, რომელთან გავასუფთავთ სულ ყველაფერი აიმეთ, რომ მაქსიმალურად სუფთად დააჭდეს შპაკლი, მოჭიდებაც იდეალური კონდეს, რომ მაქსიმალურად სამომავლოდ პრობლემაც არ კონდეს, რასაც გავაკეთებთ. როგორ გავასუფთავეთ აი ესე დავამზადეთ დასაშპაკლად.
ამის მერე კიდე გასაწმენდია სპეციალური ხსნარი და მე უკვე შპაგლი. აქაც აი ესე ფორებში როგორც შეიძლება და გავასუფთავეთ. ანალოგიურად აი ესეც გავასუფთავეთ. აი რაზე ვიძახდი ხედავთ აი აქაც ნახეთ. აი ესე ხდება ხოლმე, იმიტომ რომ თხელი ადგილია, ეს ძლიერი ადგილია, ეს ადგილი როცა იჭიმება, უბრალოდ თხელდება მუშაობი და ფორმის გამოყვანებით. გამომდინარე, მაგიტომაც სასურველია ყოველთვის, რომ აი ესეთი პრობლემა თუ აქ ნებისმიერ მანქანას უბრალოდ უნდა შეიცვალოს, რომ აი ესეთი პრობლემა არ ქონდეს. ნუ ყველაფერი ფინანსებია მესმის, მაგრამ მე ვეჯახებთ აი ესეთ პრობლემასთან. მოკლედ აი ესე რა, მაგიტო ვიძახე შიდა მხარეს ვერანაირად ვერ დავაიზოლაციებ, ვერაფერს ვერ უზავ, დარჩება შიდა მხარე გაჭრილი და აი ეს რასაც ხედავთ, ზედა მხარე მე მაქსიმალურად დავამუშავე, რომ სამომავლოდ პრობლემა არ ქონდეს, მაგრამ აი ესეც უკვე შიდა მხარეს ვერაფერს ვერ უზავ. ნუ მაგისთვის იყიდება სპეციალური ხსნარები, თხელი ხსნარები, რომელიც შეიძლება შიგა მხრიდან ჩაისხას და უბრალოდ დაიზეთოს, რომ პრობლემა არ ქონდეს, მოკლედ. კონდენსატის გამო ჟანგი არ აიკიდოს შიდა მხარე. მეგობრებო, მოკლედ დავასრულეთ, უკვე დავამზადეთ დასაგრუნდად. აი ესე, როგორც ხედავთ, მანამდე რა თქმა უნდა, ებოქსიდზე ვიმუშავეთ, ებოქსიდიდან გამოვიყვანეთ ფინალამდე და მე ფინიში უკვე ყვითელი შპაკლით დავასრულეთ ეს ყველაფერი. ფორმებიც აი ესე იდეალურად გამოვიყვანეთ ყველაფერი. დალში უკვე გრუნტის ქვეშ დამზადდება. ეს კარები გახსოვთ ამ მდგომარეობაში იყო და ამ კარებზეც მოუწევს დაგრუნტვა, იმიტომ რომ აი აქ შპაკლის პრობლემა ქონდა, ამას ვერ დავტოვებდით, აქ ლაკი ქონდა აბსუნელი, როგორც ნახეთ. ესაც ანალოგიურად მეორე მხარე, აქაც როგორც ხედავთ ებოქსი და მე ყვითელი შპაკლი. რაც შეეხება უკანა ბამპერს, ფორმებით აი ესე დავხვეწეთ, აქაც ანალოგიურად ჯერ მოდის ებოქსიტი და მე რა თქმა უნდა ყვითელი შპაკლი. ეხლა ყველაფერს დავგრუნტავთ და მე უკვე დამზადება მან უკვე დამზადდება რა თქმა უნდა, ეს კარი სტენდზე ჩამოიკიდება და რა თქმა უნდა შევღებავ და მე ამ შეღებილ ყველაფერს გადავიღებ. ჯერჯერობით ამ ეტაპზე ვართ, უკვე ფაქტობრივად ფინისზე ვართ გასული, დარჩა დაგრუნტა დამზადება და შეღება. შეღების უკვე გადავიღებ და განახებთ საბოლოო შედეგს. მოკლედ მეგობრებო, დავამზადეთ, აი ესე შევფუთეთ. ეს კარები მთლიანად გრუნტავთ, იმედა პრობლემები კი ნახეთ, რა მდგომარეობაში იყო. ბამპერიც ესე, ეხლა გადავიდეთ ჩვენ ჯადოსნურ მასალასთან. მოკლედ როგორც ხედავთ, ყველაფერი ბრენდირებული გაქვს, გინდაც ლაკი, გინდაც გრუნტი, გინდაც დანარჩენი ვასკაი, კვიკლაინ, ფიქროდეუს, ანუ კვიკლაინის შპაკლი ანალოგიურად, მაქსმაერის შპაკლი ანალოგიურად და ლაკებსაც ანალოგიურად ფიქრით ხმარობთ. так, ეხლა გადავიდეთ კვიკლაინის გრუნტზე. აი ესე გრუნტი რომელიც მოვიღოთ ეხლა განაჩენს. მერე უკვე დაგრუნტულსაც იხილავთ, όσο დავამზადებ შესაფუთად. так, მეგობრებო, დასრულდა და გათვალიერებინებთ, მოკლედ რა შედეგი მივიღეთ. ეს კრილ მდგომარეობა ყველას გახსოვთ, ვინც უყურებს ჩემ YouTube გვერდს, რა მდგომარეობაში იყო. ამ კარებზეც პრობლემა რო ქონდა შუაგულზე ყველას გახსოვთ, აი ეგ ქონდა ის პრობლემა შუაგულზე და ეს კარები რა თქმა უნდა დაზიანება ქონდა ეს ადგილი რა. ესაც გასწორდა, აქ აბსენელი იყო ლაკები, ეგენიც შევასწორეთ. რაც შეეხება ზედა კანტს, ესაც გამოვასწორეთ, იმიტომ იკარგებოდა. ეს კანტიც ეს იდეალურად გამოვიდა და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი შიგნით. ეხლა გავაღებ კარებს, მაგასაც დაგათვალიერებინებ. так, ეხლა შიგნით მხარეც ვნახოთ. აი ესეც შიდა მხარე ჩემო მეგობრებო. აი ეს გამოვიდა. შიდა მხარეც, ნუ უკანა ბამპერიც იდეალურია, საწყობში მაქვს უბრალოდ ბამპერი უბრალოდ მისარგებია, ესე უშნოდ გამოვა უბრალოდ ზემოდან გადავიღო. მოკლედ აი ესე ჩემო მეგობრებო, ვისაც მოეწონა ჩემი ნამუშევარი, ვინც უყურებს ჩემ YouTube არხს, დაალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, ჩემი YouTube გვერდი და აი მომავალ შეხვედრამდე რა. ამას ხოლმე დარჩა პოლირება ჭირდება, რა თქმა უნდა, პატარა მტვრები არის. აი ფოკუსს დავუჭერ, განახეთ მაგის გარეშე, აი პატარა მტვერი არის, მაგის გარეშე არ არსებობს, ღუმელშიც რო ვღებოდი ანალოგიური მტვრები მქონდა, აქაც ანალოგია, მით უმეტეს მივხედავთ იმას გარაში ვღებავ. ნუ ეს დროებით ველოდებით ახლო მომავალს ერთ თვეში ჩამოგივა ჩვენი შეკვეთილი ღუმელი, ან შეკვეთა ანუ ზაკაზე მივეცით, ესე არ გვიყიდია. მალე ჩამოგივა ეგას და მაქსიმალურად ბევრად უკეთესად გამოგვივა, იქიდან გამომდინარე ბევრად ნაკლები მტვერი გექნება და რა თქმა უნდა შედეგი ხო ისედაც გვაქვს და გვექნება კიდევაც. ასე რომ ჩემო მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.